Lasena დაიწყე. დავარჯვა თებურებო. მოგესალმებით. ეს ჩვენი სტუდია, მოჩვენება. საოკუპაციო ხაზი. როგორ გადაიცვალა? აი, აქტიურად მოძრაობაში სულ ოკუპანტების შეგონების ხასიათზე, ხო? ეხლა შეთავაზეს. ყველას გვაინტერესებს ბევრი რამე თქვენს შესახებ. თუ გიყურებთ უკვე კაიხანია, TikTok-ზე აქტიურად მოღვაწეობთ. მაგას ვუცდილობ, მაგას აქტიური მოღვაწეობთ, ხერაგა რაღაც ვიდეო არ დაიდო, სადაც ახალი ინფორმაცია და ჩემს საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას აწვდით ხალხს, მაგრამ და საჭიროს, მაგრამ არავინ არ იცის ვინ ახარ, რაც მოღვაწეობ და დღეს ეტაპობრივად ვეცდებით ეგ საიდუმლო ამოხსნათ. ანუ რისით თქვა შეიძლება გეტყვიდა. კი ბატონო. რაც არა ამოჭართ რაც არა კი. დავიწყოთ ყველაზე ის კითხვა, რაც ყველა საინტერესებს დაწნებული ვარ. ვინ არის გოსტი? სახეს და გვარს არ ვიკითხებთ, რა საქმიანობს, რას მოღვაწეობს, სამხედრო პირი ხარ თუ არა? არა, სამოქალაქო პირი ვარ. ერთი მარტო სავალდებულო ჯარი მაქვს მოხდილი, მეტი არაფერი. ძალიან კარგი. ანუ მოხალისეობრივი საქმიანობა. კი. რაიმე თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს და რამე სტრუქტურასთან თუ თანამშრომლობთ? ეხლა მე ინიციატივა არ გამომჩენია და იქიდან არავინ შემხრიანებია. რა ის ინფორმაციას თვითონ ინტერესებოდნენ თქვენ? ხო, რა მაგიტოვდებ, რომ ნახონდა თუ რამე უნდათ გადაიწერან რა ვიცი. ჩამოტვირთო. ინტერესად მოწევ ვიდეოებად მოგეჩვენა. კი. პროექტი შევხობე მაგას, მაგრამ უმეტესწილად გახსნები მაქვს ეს ფუნქცია. აი, მე მაგალითად ჩემს სამსახურში ვიდეო იყოს, რომ ჩემს საქმეს აკეთებდეს და იმისი მარტო ჩამოტვირთო მჭირდებოდეს, გამიხარდებოდა. ალბათ მეტად უხარიათ. მე ჭულა ხაროდი კამპიუტერში, მაგრამ ძალიან ესეთი ხიჭი გახდი ოკუპანტებისთვის. ანუ ოკუპანტებისთვის უფრო ხიჭი ვარ. კარგი, მეორე კითხვა რაც ძალიან მაინტერესებს, მე რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს და რაც ხალხს იმებს შეგიკითხე. ეს უამრავ საჭირო ჩათვლი ხოლმე შემოაძაღლე კითხვები არაა პრობლემა. პირველი კითხვა, ნუ ესე ამ ადგილზე რო ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარ ადგილზე ვართ და ეს ქართული ერების მუზეუმია. ბატონ დავითთან სტუმრად დავითმო დღეს ფართი ხშირად ავარხოვები მე აქ ჩემი მაყურებლები იცნობენ დიდი ხანია მეყურებ საქაურობას იციან სიონის ხო ვანოვეში ვისაც შეგიძლიათ მოგზავნეთ ქართულ ისტორიული არახს გაიცნოთ მათ შორის ბევრი ორიგინალიებია ნაუმარი ნაბრძოლი შეგიძლია ხელით შეეხო ერთადერთი შეხება შეგიძლია და შეგიძლია შვილის ისტორია ხო უკვე შვილის სრულად შეუძლიათ რომ ის სწავლო იდეალური. მე ჩვენც დავიჯიბროთ. რა, კარგად ის რომ წინასწარმეტყველებს. ნახავს. არა უშავს. შემდეგი კითხვა მოდი. იქით საოკუპაციო ხაზი მიღმა თუ გადათხარ შენი ვიდეოები ბევრი ისეთია რომ იქით რა ხდება როგორ ხდება იმას აჩვენებ ხალხს. უფრო ხაზის მიმდებარეთ, მაგრამ საკმაოდ სიღრმეებშიც საფხაზის ვიდეოები იყო საკმაოდ ჩორნოგორ ჩამჩირის სპორტიც დადეთ ხო? კი და სოხუმიც. ხაზეთო ბევრი კარგი მოხნის გამდელო ამოძალი ხარ მკერდმოჭრილი უსაქართველოდ მათ ქალთაში თავს ჩაგიდებ და გამყუჩდები ლოცვით მადლობით ახსოვებით მისთვის ბუჩები ეგ დავალკავი ეგ მანდილი მოიშილი არ დავემდურო არ მიწყინო შენი ჯირი მე თუ მორდუსავით ვერ მოხედე ვერ მოგიკითხე მუდამ შენთან ვარ შენგენ მიხმობს ფიქრით ვითი დღე საკმაოდ მოცილებული ის არის რა ქვია ადგილები აქედან და ანუ აქეთ ამ ხიდან ახერხებ იქითაც გადალებას. იქეთ არ გადავდივარ ოკუპაციის ხას არ ვყვეთ. ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან და ყველაფერს ორი ფაქტორიც გამო, ერთი ჩემი უსაფრთხოებიდან გამომდინარე და მეორე კიდე არ მინდა რომ რაღაცა ვინმე პროვოკაციაში დავდოს ბრძალი და პრობლემები შექმნა როგორც საკუთარ თავს, ისე სახელმწიფოს. ამიტომ მაგას არ ვაკეთებ.
რითი დაფინო მაშინ მაგას კითხავ მაგ ხელამანძილს. აი რითი სხვადასხვა დრონებით. ძირითადად ვიყენებ DJI-ის დრონს. დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე, ხოლო 10 კილომეტრის უფრო მეტ სიღრმეში თუ მინდა შესვლა, ამ შემთხვევაში უკვე ხელნაკეთ FPV დრონებს ვიყენებ, რომელიც საკმაოდ დიდ მანძილს ფარავს. ხელნაკეთი და შეთვითონაც ხო? კი. რა დაიხატება ციგნს და მოყვალება. მაგას არა, არსებობს და არა, დრონის აწყობას არ გეუბნები, ანუ შესაძლებელი ეს ნაწილები იყიდო გამოწერო და აწყო შემთხვევას. კი. დრონის აწყობას უსამძაფი. ფაქტია. საინტერესო და ეს ვებსისტემები რომ მუშაობს იმათი. ვიცი რომ გებრძვიათ, ხედავენ ხოლმე. კი, თვითონ რასაც იყენებენ არის ანტიდრონი. DJI-ის დრონს რო ხედავენ ხოლმე თუ ხელსაყრელს აქვთ, ეგრევე იმარჯვებენ და ცდილობენ ჩამოგდებას, მაგრამ უმეტესწილად თუ შედეგოთ. და ცალკე აქვს სისტემები, რებ სისტემები, რომლებიც ავტომატურად აფიქსირებს დრონს და ავტომატურად ცდილობს სიგნალის ჩახშობას. გამოსდით. როგორ თქვა? დაახლოებით 20 დორს ვუგებ. ანუ ორი დრონი წავართ თუ ეს? კი, ორჯერ ჩავამიგდეს, ერთი ჩავამიგდეს მინი 2 და ერთი მავიკ 3. და მე უკვე მეცვისავდე ჭკუა და უფრო სხვანაირად დავფრინო. სიხშირეს ახშობს, მაგრამ გამოსვლას მაინც ვახერხებ და მათ არ ვუტოვებ ჩემ დრონს რა. ეს რაღაცებით შეუძლია მაგ დრონებს. პრაქტიკა არის. ერთჯერ რომ დაკარგე, მე მივხვდები როგორ გამოხვიდე. სწავლადია ეს ყველაფერი. კი. ისე საქართველოში რამე არსებობს, რაც აი მივა და დრონს მასწავლიან. ერთი რაც მახსენდება, მეგონი გუტა ქვია და ისინი ასწავლიან. აი რამეა. მე არ მქონია შეხება, მაგრამ როგორც ვიცი, კარგად ასწავლიან. ანუ დრონების სწავლებაც. კი, ახლა დაიწყო, ადრე არ იყო. აი მაგ თემას უტრიალებს და აი როგორ არის მაშინ უმაც თავდაპირველად აი ეს ყარაბაღის ომმა ჩვენად კიდე კარგად მაგაც საჭიროა. ეგ სხვა სტილის. ჩვენთან ქვეყანაში მაგ მართულებით რა ხდება. ვიცი რომ პირველი დელტა რაღაცას აფურულდა რომ აი ეს პოლონელებთან ერთად გავეკეთებინა კი რაც, მაგრამ რამე ინფორმაცია გააქვს მაგ მართულებით. არის. სამხალხოების ჩვენი გვეტყვის. რაც მიაწყაროებით არის ცნობილი მარტო ედიცი სხვა დრონებში დაინტერესებული რაღაცა ერთად შექმნას თავდაცვის შექმნანებია, იმიტომ ფაქტიურად მოდი ასე ვთქვათ მოწინააღმდეგის პირობით იმით შეიძლება მოწინააღმდეგე იყოს და რა თუ ცოტა ადმანიღალავებენ თავს განიხილავდეს თავდაცვის მოწინააღმდეგეთ იმ ტიპებთან უშუალოდ ყოველდღიურად ებრძვი დრონით, იმიტომ ვებ სისტემის გიხავ რაღაცებს გამოცდილება შეიძლება ფინტოს ყველაზე მეტი ამ ქვეყანაში ფაქტობრივად ყოველდღიური შეხება მაგ საქმესთან. აი მედია ჩაზე მეტად გამოცდილებიც არიან და უბრალოდ არ ჩადათ. მაგ ცოდნას აგიგებენ ხოლმე. აუ შემცოდნის გამოყენებას არავინ არ ცდილობს თავდაცვავი რაღაცა. ნუ მე ღია ვარ. თუნდაც მოვწერან და არ არის პრობლემა, რაც შემიძლია. რეკომენდაცია იქნება დახმარება თუ რა იქნება, ჩემ ცოდნას გაზერება არ არის პრობლემა, მაგრამ შენ იმიტომ რომ რეალურად ებრძვი ხა ის რომ რა ვიცი სადაზვეროა თუ სამოქალაქოა თუ რაღაცა ფაქტობრივად ამუშავებ რებ სისტემის წინააღმდეგ ყოველდღიურად და მაგიტომი ხრო საქმეში ხარ რა უკვე ისაც შეიძლება თავდაცვის სამინისტროს ერთად დასჭირდეს შენ უკვე აკეთებ მაგას და კარგი იქნებოდა რომ მეკითხებოდეს რავის ანუ ჩემზე ჭკვენები არიან იმედია და ისინი აკეთებენ რა ვიცი ცოტა ოპტიმისტურად უყურებ მაგას იმედი არიან რა გითხრათ გადახარო ხანა მე შეაფეს რეგიონები კარგი ჩემო ბატონო აქეთ მხარეს ისინი თუ გადმოდიან ხოლმე კი ეგ დაფიქსირებულიც მაქვს როგორც დრონით ასევე ფოტოხაფანგებს ვიყენებ ხოლმე და ჩვენს კონტროლერებად ბილიკებზე ვდებ ხოლმე მაგ ხაფანგებს, სადაც ეჭვი მაქვს ხოლმე რომ ისინი დადიან.
და ყავს კიდევაც დაფიქსირებული როგორ არიან გადმოსულები ჩვენს ვიდეომეთ შემოხდამებული, ანუ აქეთ არის, აი სადღაც ბარდევიდან იღებ და მე მგონი ძალიან ახლოდად და ეგ ჩვენსკენ გადავიდები, ჩვენ კონტროლირებდა ტერიტორია. აი კადრი რომელიც შენგავს ანახი არის ჩორჩანას ტყე, სადაც საერთო ტყე რომელიც საერთოდ არ კონტროლდება და თვითონ ოსებს აქვს პრეტენზია რომ ეგ მთლიანი ტყე ჩვენი არის. და მან დადიო ის მაგათაც არის, მაგრამ მიშლია რომ არის აუთო პირდაპირ ეთერშიო და ამიტომ ვცდილობ რომ იყოს გიობიანი. ალბათ ჩემ მაყურებელი მიხვდებოდა ყველაც გავიფიქრე. არა მაგას მე ყოველთვის ვფიქრობ. აქაც მაგალითად ძალიან საინტერესო ხმათვილო. კარგი ჩემო მეგობარო და როგორ აი საიდან წამოვიდა და თავში უნდა დამოსვე ეს ერთ-ერთი. ანუ ის არა მაქვს ინტერვიუერი და ჟურნალისტი არა ვარ, ჟურნალისტური გამოცდილებაც არა მაქვს. არც კითხვები მაქვს წინასწარ ჩამოწერილი. რაც რამე აზრი მოდის თავში და თქვენს აღსაჩვენებლებს ყოველ თვალყურს რაღაც დაგიმართოთ ეგეც რაც კითხვები ისმის, ვცდილობ რომ აქედან რაღაც მიქსი გავაკეთო და აი საიდან გაჩნდა პოსტი რაც ეს ორი ვიცით რომ სამსახურია, მაგრამ ეს საიდან უგონანაირად. დაახლოებით 5 წლის წინ დავინტერესდი ოკუპაციის თემით, ანუ რა ხდება იქ ოკუპაციის ხასთან თქო და როგორც ჩოლოვრივი თბილისელი მეც მეგონა რომ იქ არაფერი არ ხდებოდა, სიმშვიდე იყო, ყველა ბედნიერად ცხოვრობდა, მაგრამ ადგილზე რა მივედი და ნახე რეალური სიტუაცია. მაგის მერე შეიცვალა ყველაფერი. რაზი, მერგაცრუება, წყენა, აბსოლუტურად ყველაფერი ერთად ჰქონდა ბუნებაში და მაგის მერე დავწყე აქტიურად ცივარული. როცა თავისუფალი დრო მქონდა. და გოსტის შექმნას რაც შეეხება, დიდი ხანია მინდოდა YouTube-ის გაკეთება. და საზოგადოებამდე მიტანა ამ ინფორმაციის, რაც მქონდა დაგროვებული ამ წლების განმავლობაში და ვერანაირად რომ მოვადი თავი, ვერც შესაბამისი აპარატურა შევიძინე, ვერაფერი და ბოლოს ეგ იყო ზღვარი, რომ თქვი რომ თქვენ ვინც ახლა მაგ ვიდეოს უყურებთ, შოუს კაცის მოსული არ აყავდა. თუ რამე ინტერესი გაქვთ, შეგვიძლია ბარტერზე ლინკი აღწერაში იქნება დეუსი და დაილაპარაკოთ. მადლობა. დანარჩენი განაგრძო. TikTok იყო ყველაზე მარტივი პლატფორმა. 30 წამიანი ვიდეოები უნდა ამეტვირთა, გამედო და მეტი არაფერი არ იყო საჭირო. და ის დღეს რაოდენობის მაყურებელიც ყავს და გამომწერები, მაგას საერთოდ არ ველოდი. მეკონა რაღაც ვიდეოს ექნებოდა 2-3 ნახვა ყველაზე ბევრი და ეგ იქნებოდა და ბოლოს ეგ გათვლა მქონდა რომ მე რო წამეშალოს ეს ინფორმაცია TikTok-ზე მაინც იქნება დარჩენილი რეზერვად თქო რა. ისე ვთქვათ პატარა მეხსიერების ბარათად გამოვიყენებ თქო. და აღმოჩნდა რომ საზოგადოებაში არსებობს ინტერესი, მაინც სენსიტიური აღმოჩნდა ეს თემა და შედეგი ნახევარწელში საკმაოდ დიდია და ჩემს გამომწერას მადლობას ვუხდი ამ აქტიურობისთვის. რამდენი გამომწერი ყავთ? უკვე 17,000. 17,000 და კიდე მეც იმედია მალე YouTube-ზეც. ხო, YouTube-ზე ვაპირებ, თან სხვათა შორის ახალ პლატფორმას ვფიქრობ, ახალ თემატიკით რა. და ეს თემატიკა იქნება პირველად თუნდაც ახლა შენთან ინტერვიუში ექსკლუზივი გაქვს. და ვაპირებ სამოქალაქო თავდაცვაზე საუბარს, იმიტომ რომ საზოგადოებაში ხვდები რომ ეს ყველაზე მეტად გჭირდება, რადგან საქართველოში ხშირია სტიქიები, სტიქნებები და რასაც უყურებს საზოგადოება არ არის მზად შეხვდეს შესაბამისად სტიქნებებს. თოვლისთვის არ ვიყავით ეს. არა მარტო თოვლისთვის. კიდე ბევრი იყო, შემიძლია გავიხსენო, როგორც შოვის ტრაგედია, ასევე თბილისში რომ მოხდა სოუპარტი და მაგიტომ ვფიქრობ, რომ კარგი იქნება საზოგადოება მიცოდეს, როგორ უნდა მოიქცეს სტიქიის დროს და ასევე მოხალისეები, რომლებიც გადაწყვეტავენ დახმარებას, იქ არსებულ მაშველებს ხელი არ შეუშალონ და მართლა დაეხმარონ. ძალიან კარგი იქნება თავითუდეს სამოქალაქო პირის განმოსახედიდან, რომ რაღაცაც ეს ხანდახან მეცვლიო ხოლმე, მაგრამ მაინც ის ჩემი ჯარისკაცული ხასიათები და გამოცდილება წამძლევს ხოლმე რა და სრულად სამოქალაქო, ასე ვთქვათ,
წმინდა სამოქალაქო კუთხიდან მაყოლების გაკეთება ჩემი ერთ გაცილებით საინტერესო და ისეთი იქნება რა მისაღები მაინც და სწორედ მივიდგები როგორ უნდა ისახა მე მესწავლე ყველაფერი მილიონები დახარჯა სახელმწიფომ და სამოქალაქო პირმა როგორ უნდა ისწავლოს ეს ყველაფერი მე მგონია შეიძლება სამოქალაქო თავდაცვაზე ყველა სახსენდება რაღაც იარაღით ხელში მოქალაქით ეგ არის რეალურად სამოქალაქო თავდაცვის დაახლოებით 1%. სულ სხვა რამეს მოიცავს სამოქალაქო თავდაცვა და ფიქრობ საჭიროა და აუცილებელი რომ საზოგადოება მიცოდეს სხვადასხვა დაბრკოლებას როგორ გავდეს და როგორ დაეხმაროს სახელმწიფოს და თავის სამშობლოს ამ კუთხით. ძალიან საინტერესო მე ხელი გამიწევი თუ რა შეძლებთ რომ ხელი შეგიწყო ახლა ვაკეთებ ესე რომ ვთქვათ სლაიდებს ვაწყობ და იქნება დაახლოებით პატარა ტრენინგებით, ვიდეო გაკვეთილები, თავისი მაგალითებით და ასე შემდეგ. რა პატარა ბროშურების დაბეჭდვაც სხვა არაფერი. ეგ ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული და არ ვიცი ჯერ როგორ ვიცი. მედია თანაპირები ხა ეს პლატფორმა, ეს ფორმატი იყოს ლაივში, რომელსაც თან ჩავწერ და მე ამ ლაივს ავტვირთავ YouTube-ს. აჰა. თავს კითხვებთან ერთად და ისინიც გეყოლება სტუდენტ ანუ შეიძლება ის რეკრუტირება შენთან. ანუ მოვიდი მაგალითად დაკავშირო პირადად მასწავლო რაღაც. მაგაზე ვიფიქრობ რა ფორმატით შეიძლება ეგ. არის ძალიან საინტერესო იქნება. მეორე კურსია ვიცი უგაი წამოვიდა ნელ-ნელა კურსი მაგალითად ახლა იარაღით დაინტერესებული უცებ სასწავლო იარაღზე ხდება ხოლმე და არის რა 3 მინუტის კურსი უკვე ვიცი რომ არის და რაღაც დოზით ნორმალური კურსები და კაი კურსებია და მაგნატულებითაც თუ იქნება რამე კაია ნელ-ნელა ინტერესი ვიძებს საზოგადოებაში. კი. და ამიტომ ერთ-ერთი პირველი მსმენელი აქედანვე ვეწერები მაგიმაში ამ ბავში ეგ საომარობრივი ძალიან კარგი. კი, სხვადასხვა მიმართულებით ვფიქრობ, რომ მარტო ოკუპაციის თემა არ იყოს და რაღაცა ერთ ჩარჩოში არ ჩავშდე და მარტო ეს ავტვირთო და გავახსნე საზოგადოებას. როგორ რაღაცა ის ოკუპაციის ხაზი სადაც ის აკეთებს ჩვენი მოწინააღმდეგე ხედავთ აი ჩვენი კონტროლზონების თუ იქნება ძალიან საინტერესოა რა. ერთი განსხვავებით წინ წავიწიოთ და ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს ახლა და შენ ყოველდღე უყურებ ხოლმე მაგ ფაქტიურად ის არის აი უკრაინაში ცნობი დაიწყო რაოდენობითაც სამნავინოდეს მაგის აღიარება ეს რეალობაა და ვერ გავიქცევით და ისიც რა ყოლასწავლობენ? უნდა აღიაროთ აი რამდენად გამოიხატება ახლა სწავლობენ და იყენებენ უკრაინის ომის გამო. ყველაზე მეტად რაზეც წდება გული არის ის რომ ჩვენი ჩრდილოელი ორკები სწავლობენ ჭკუას და სკოლებში შეიტანეს დრონების გაკვეთილები. უკვე მომავალთაობას ასწავლიან, ჩვენთან კი საერთოდ ინტერესი არ არის მოკითხით, რომ სკოლებში დაინერგოს მსგავს. და ერთადერთი რასაც ვისურვებდი არის ის, რომ სკოლებში იყოს საგნად შეტანილი სამარ მოქმედებებს რო თავი დავანებოთ, ყველაზე მარტივად რო ვთქვათ არის ის, რომ მომავლის ტექნოლოგია არის შეგიძლიათ მაგ საქმითაც და მაგ პროფესიითაც დასაქმდეთ და გადაიღოთ სხვადასხვა ვიდეოები, აწყოთ ფილმები, თუნდაც ოპერატორად იმუშაოთ და მაგის გარდა ქვეყანას თუ დაჭირდება ერთ-ერთი საუკეთესო კადრი იქნება, რომელიც შეუძლია. ეს პერსპექტიული მიმართულება ასე. ანუ დრონები არ არის მარტო საბრძოლო და არ არის რაღაცა სამოქალაქოებსაც აქტიურად გამოიყენება. თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ბოდიში გაწყვეტა, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო საბჭოთა კავშირი რომ სიგარეტებს აწარმოებდა და სიგარეტის ყალიბი იყო ზუსტად ზუსტად იგივე არის დრონები. ასწავლი თაობას დრონების მართვას დააწყობოს, იმიტომ რომ პროფესია დაერჩიოს, თუ მას აინტერესებს, მაგრამ თუ მის სამშობლოს დაჭირდება, იქნება იდეალური ოპერატორიც. ახლა მაშინ აქვე კითხვას შემოაძალებ თქვენ და თქვენ და სამხედრო დრონები რაც ახლა უკრაინაში იყენებენ საომარი და ეს შენი სამოყვარულო და ასე ვთქვათ არასამხედრო დრონები რამდენად იდენტური სამართავია და ერთ-ერთი რა. იმიტომ რომ მე რასაც ვაწყობ, თუნდაც კოპტერი იყოს
ძრავიანი ან თუნდაც ერთძრავიანი ფრთა იგივე არის რაც საბრძოლო იქშნას ხდება ხო? ხო, თვითმცდელობა სხვა აქვს, მაგრამ მაგაზეც პრობლემა არ არის შეიძლება უბრალოდ ძრავების შეცვალა და ასევე მართლს რაც შეეხება იგივენაირად შემიძლია მართო პროგრამით და კოორდინატზე გაუშვა დრონი, როგორც ამას პროგრამაც იგივეა? კი, არსებობს ერთი პროგრამა, რომელიც იგივეა, მაგრამ უფრო დაცულობისთვის სამხედრო სხვა პროგრამაც არსებობს, მაგრამ მართვის თემა იგივე არის. რაც უშუალოდ ტექნიკურად მართვას შეეხება, იგივე არის. ეს და იგივეა, რომ ის თუ იცი, ისიც იცი. კი, თან ახლა როგორ არის იცი, ადრე დრონების ისტორიას რომ მოვყვეთ, როდესაც პატარა ისტორიას მოვყვებით დრონებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ პირველი დრონი იყო 1000 დრონის მაგვარი რა მცდელობა იყო. კამიკაძე, ესე ვთქვათ, ნაღმები შექმნეს, ანუ როგორ ვთქვა, 1840 რომელი წელი იყო არ მახსოვს, ავსტრია დაეცხა თავს ვენეციას. და მაშინ წადეს სახელო ბუშტებით თავდასხმა და იქ დაყრდენ ასე ვთქვათ, ყუმბარებს. მე ეს განვითარდა, მე 1918 წელს შექმნეს რადიომართვადი ტორპედო, გამოსცადეს და ეს როგორ მუშაობდა, რადიომართვადი ტორპედო იყო, რომელიც გარკვეულ მანძილს გადიოდა დაპროგრამებულა. მე ძრავი ითიშებოდა, ფრთები იშლებოდა და პირდაპირ მიზანს ეცემოდა. მაგრამ სიზუსტეში ვერ იყო კარგად. და მე 1935 წელს პირველი დრონი შექმნეს ინგლისელებმა, Quimby დაარქვეს და 1935 წელს. 1935 წელს, რასაც დრონი კონცეფცია ქვია, შეიქმნა მაშინ. კი, ჰქონდა ჩვეულებრივი ერთფრენის თვითმფრინავის ფორმა და დანიშნულება ჰქონდა ესეთი. ინგლისელი პილოტები უნდა გაეჩნდათ, ევარჯიშებინათ ცოცხალ სამიზნეს. და ცოცხალი სამიზნე იყო ზუსტად მოძრავი სამიზნე, თორემ მოძრავი სამიზნე იყო ზუსტად ეს დრონები. მე ეს ტექნოლოგია განვითარდა, ეს რო ნახეს ამერიკელებმა 36-ში დაიწყეს ამერიკელებმაც ამ პროექტზე მუშაობა, ხოლო 41-ში შეიქმნა ბოინგის და ამერიკულის პირველი პროექტი, 41-ში შექმნეს და ბოინგ B-17 იყო თუ სწორად მახსოვს, ფრინავი ციხესიმაგრე ერქვა და 2100 მილი იფრინა პილოტის გარეშე. ამ თვითმფრინავმა. მეგონა რომ დრონები იყო სადაც 2000 წლების ამბავი და ძალიან დიდი ისტორია აქვს. ყარაბაღში დაიწყო აქტიური გამოყენება, მანამდე ყარაბაღში საზოგადოება გაიგო. უშუალოდ იყენებდნენ თქო და პირველი საბრძოლო დრონი ბრძოლაში რომ მონაწილეობანი იყო, პირველი იყო 71-ში თუ სწორად მახსოვს, 1971 წელს ისრაელმა გამოიყენა პიონერის დრონი. 71? ხო, 71 შეიქმნა ბოდიში. 71 შეიქმნა პიონერები და 82-ში ჯეზინის ბრძოლაში სირიის წინააღმდეგ გამოიყენეს ეგ დრონები, სადაც მინიმალურ დანაკარგით გაიმარჯვეს ეგ ბრძოლა. და მე მსოფლიომ რო ნახა რამხელა რესურსი და უპირატესობა აქვს დრონებს, მე შეიქმნა სხვა დრონები და 96-ში გამოვიდა პირველი პრედატორი. აი ტერორისტების რისხვა. აი ეს დიდი როა რაღაც მახინჯის თავები ხუცხოვდნენ ისე. კვანტელს როდოს. 96-ში გამოვიდა ეგ დრონი. და დღემდე საკმაოდ აქტუალურია ეგ დრონი. ერთადერთი მე საზოგადოებამ რატომაც გაიცნო დრონები იყო ის, რომ 2006 წელს მოხდა ამერიკაში სტიქიური ბედურება იყო აღარ მახსოვს რომელი და მაშინ დაუშვეს სამოქალაქო წარმოებაში დრონები, რომ მსგავსი ტრაგედიის შემთხვევაში დრონებს შეძლებოდათ დაშავებულების პოვნა. ანუ საკმაოდ გვიან დაიწყო სამოქალაქო გამოყენება დრონი. 2009 წელს შექმნა პირველი დრონი სამოქალაქო. მანამდე მხოლოდ სამხედრო. მოსაბები, აი მაგიტომაც 2015 წელს შექმნა ყველასთვის ცნობილი DJI.
ამ საკმაოდ ახალია სამოქალაქო დრონები მაინც. და ეხლა უკრაინის შემთხვევაში რატოაც აქტუალური პატარა დრონები, იმიტომ რომ დიდი დრონი, აი საბრძოლო დრონები რაც არის, ხო, რაც ამერიკას ყავს, ისრაელს ყავს და ასე შემდეგ. ეს საბრძოლო დრონები რაც არის, სამხედრო დრონები. ტექნოლოგიურად ბევრად ძვირი ღირს და მისი ჩამოუგდება, დაზიანება პრობლემას წარმოადგენს. ხარჯთან მიმართებაში და ეს უკრაინაში რა დრონსაც იყენებენ პატარა დრონებს არის 300-400 ჩდება და აქედან გამომდინარე ურჩევნით უკრაინელებს აწარმოებენ ბევრი რომელიც იგივე დაზიანებას იგივე შედეგს მოიტანს რაც დიდი დრონი ვიდრე შექმნან ერთი დიდი და იმის ჩამოუგდება მერე მინახია უკრაინაში დრონები ხა უყურებ ხოლმე ჩვეულებრივი RPG-ის ჭური აქვს რაღაც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი აქვს დაკიდებული და 1000 რაღაცას კიდევ და ფანტაზია სადამდეც გაგწდება ყველაფერში იყენებენ და თითქმის იგივე შედეგს დებს. ეხლა ამ დროს დაიწყეს როგორც ვიცი ისინი სადეით მართვადი ოპტიკუროვანი სადეით მართვა და 20 კილომეტრამდე 41 იყო რეკორდი 51 კილომეტრი. ანუ დრონებიც ისია რა ჩვენ ჯერ კიდე შუგდუნების ეპოქაში ვართ ხო? რა შევადაროთ კი? არა ძალიან დავდივართ. უკვირდები ამ დრონების ამბავს ძალიან ისეთი რაღაცა განსაკუთრებით ჩვენთვის. ისე ტყიან საფარში რამდენად იმუშავებს ჩვენთან. მაინც უმეტესად ბევრი ტყია ჩვენთან და მაინც იმუშავებს. ანუ ადრე რო იყო რომ კაკო ყაჩაღივით ან თოშხესავით ტყეში გაიქცეოდი დაიმალებოდი დღეს ექსი აღარ არის რა დროს აღარ დაიმალე აი იმის ეხლაც თითოეულობა გუგლიაში იმაში კარგად გამოჩნდა ეგეთ სამოქალაქო რამოდენიმე დრონი იყო და ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა სახლებშიც მქონდათ საჭმელი ხა მეც ვიყავ მაშინ დრონით წასული სხვადასხვა დრონები წავიღე და აქტიურად ვამუშავებდი მაგათაც ძალიან კაი რაღაცა ეს დრონაობა ასე ვთქვათ. ძალიან კარგია. ამანდა დრონები. აუცილებლად ვეცდებით შევისწავლოთ. გამოძებნე და გასწავლე. აი დრონში ცოტა ვიჭედებით. ფეგი იცით ეგამო. კარგი, კიდე რა მაინტერესა. ამი უსები იყენებენ ხო ამ ცოდნას და იმას გამოცდილებას. კი. დიდ დროს აკარებ ხოლმე იქ საუბაციო ხასთან და ამ ბოლო დროს რამოდენიმე გადაცემა იყო და რამდენად ხშირია მაგეთი ფაქტები, რასაც ვერ ვიგებთ, იმიტომ რომ ახლა აი წელიწადში შევიმოდიშ მაგას რომ აი ეხლა რომ გაიტაცეს ხალხი სანამ უშუალოდ აი ეს антисაოკუპაციო მოძრაობა იყო მე მგონი ვინც ატეხა განგაშდა მე აღიარა სახელმწიფო მასე მოხდა რა და აი რამდენად ხშირია გადაცემის ფაქტები, რასაც ჩვენ ვერ ვიგებთ და აქ ხალხს გვენია რომ იცი რა საოკუპაციო ხაზია, აქეთ იქით რაღაცა მავთუხლათია გახოვნით, განან რუსები ხანდახან რაღაცებს უკანონოდ ყოფილობენ და ძირითადად ხაზის აქეთ იქითად განა ხალხი და ყველაფერი კონტროლდება. მაგრამ ეს დიდ კითხვაში მოვაქცევ რეალურად რამდენად კონტროლდება. ჩვენი მხრიდან საოკუპაციო საზღვარი რამდენად გაკონტროლებულია და რა მექანიზმები გვაქვს აი ისინი არ გადმოექნენ ჩვენ მხარეს, ჩვენს ვერ კონტროლდებულ ტერიტორიაზე ჩვენ მხარეს უკვე არის და რამდენად ხშირია ეს ხალხის გადაცემა და მე მოგვარდება ხოლმე ეგ თემები თუ შეგვიძლია მეც შემოხებით რა ანტისაოკუპაციო მოძრაობის გამგებლობ ხოლმე ძირითადად ან სახელმწიფო საქართველოს სამსახური თუ დადებს ხოლმე განცხადებას გადაცემასთან დაკავშირებით და სტატისტიკა, წლიური სტატისტიკა დაახლოებით არის 100-დან 150 კაცამდე იტაცებენ ხოლმე. კი. კი. მან უკვე სხვანაირად მუშაობს საზოგადოებაშიც, ადგილობრივებთან რომ არაფერი არ თქვა, ჩუმად იყავით რა იმათ მერე იქცემენ და ამიტომ ძალიან ბევრი ოჯახი ჩუმად არის და არაფერს არ ამბობს თავის ოჯახისას თუ იტაცება. მე მქონია მაგეთი შემთხვევა რომ ვიცი გაიტაცეს ადამიანი აქედან მხრიდან ჩემი ნაცნობის მამაზეა საუბარი სახელმწიფოებს არ ჩავეძიები და შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში ძალიან დიდი თანხაც არ იყო. აი ხა გეტყვი როგორც ფარგლებში იყო მაშინ გამოუშვეს
შევაწყოთ არ მოუყენებიათ არც ახლა გეტყვი არც არა. რუსული სისტემა როგორ მუშაობს მათ გატაცების კუთხით რა. რუსები გადმოდიან ჩვენს კონტროლერებაზე, ადგილობრივს რო დაინახავენ იქ სადმე ყანაში მუშაობს ან ნახერში არის გასული, ზუსტად მათ ადამიანებს იტაცებენ. ერთხელ გაგიტაცებს, ორჯერ გაგიტაცებს, მესამედ გაგიტაცებს, მე გიჟი ხوار ახლა რო იქ ახვიდე. ადგილობრივი სოფლელებიც ხედავენ რომ იმ კონკრეტულ ადგილიდან იტაცებენ. მე იმ ადგილს არავინ აღარ ეკარება, მიტოვებულია ესე რომ ვთქვათ. ეს არის ესე რომ ვთქვათ ტერორის და შიშის მექანიზმი, რომ იქ ადგილობრივი დააშინა და მე ადგილობრივმა იცოდეს რომ აქ რუსები დადგნენ. და მოდი აღარ გავეკაროთ იქაურობას. მე იქ 1-2-3 წელი რო გავა, რამდენიმე წელი რო გავა და ხედავენ რომ ადგილობრივი აღარ დადის, მე რუსისთვის მარტივი არის მე იმ ადგილის ოკუპაცია. შემოღობა, კი ბატონო. ეს არის ერთი ფაქტორი, რატომაც იტაცებენ ადგილობრივებს. მეორე ფაქტორი, მეორე მიზეზი არის ის, რომ ესე რომ ვთქვათ, 80 ლარიდან 800 ლარამდე არის გადასახდელი, რომ იქიდან გამოდიშონ. ეს მეორე ფაქტორი, ფინანსური. მესამე ადგილობრივებს იქ მარტივად რომ გამოდიშვან და პრობლემები შეგექმნან. არის ის, რომ ხელს აწერინებენ, იმართება რაღაც ცირკი, სასამართლო, თითქოს ამ ადგილობრივმა გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. და ამაზე ხელს აწერინებენ. ანუ ფაქტობრივად ადგილობრივს აღიარებინებენ, რომ ეს არის სახელმწიფო საზღვარი და ოკუპაციის ხაზი. და ამასაც აგროვებენ. და მეოთხე არის ის, რომ ის რუსი, რომელიც გაიტაცებს, მილიონებაში უშვებენ და ასაჩუქრებენ ამ თავდადებისთვის. და ეს არის მათი мотиваცია, რომ ჩვენ ხარეს იტაცებენ ხალხს. გატაცება როგორ ხდება, ყველაზე საინტერესო ეგ არის. ადგილობრივი ჩვენს კონტროლებაზე დგას, რუსი მოულის, იარაღით დაემუქრება, არ გაიქცეთ თორე კეშლი, როკიდა ცხელს გადაიყვანს იქეთ, იქ უღებს ფოტოს, რომ გადაკვეთილი აქ ოკუპაციის ხაზი და მიყავს. ჩვენი მხრიდან არ კონტროლდება ეს საოკუპაციო ხაზი. წინაზე მოუწია რაღაც საქმეს ჩასვლა ერთ სოფელში, ცოტა გაიარე ხო? და ისე შემამოწმეს მართლა რასტორის სასაზღვრელად მიდიოდი, ეგრეთ წოდებული საი, ისე შემამოწმეს მეთქი ტერორისტი ხო არა ვარ დავი. ან არის როგორი პრობლემა, იცი ძირითადად კონტროლდება ჩვენი მხრიდან შესასვლელი გზები. ხო. ოკუპაციის ხაზი იმდენად არ კონტროლდება, როგორც ეს გზები და რეალურად ეს პოსტები უნდა იყოს იქ ოკუპაციის ხაზთან და იქეთ უნდა კონტროლდებოდეს. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. კიდევ ერთი რაც არის, რაც დავდივარ მე, ჩვენი პატრულერება არ მინახავს. ვიდეოებიც მაქვს ატვირთული, როგორ პატრულირებენ რუსები, როგორ გადმოდიან ყველაფერი, მაგრამ ჩვენების პატრულერება არასდროს არ მინახავს. ახლა ძირითადად პოსტები არის, მაგრამ არ პატრულირებენ. შესაბამისად, ძალოვან სტრუქტურებში შევაწუხო მივაყენო ხოლმე ძირითადად ვერიდები მაგას, მაგრამ ანუ ვაშლი ვერ გამოუდგრიდზე პირიდან იქ ჩვენ ხარეს არ ვიცი პოლიციის ვაყენებ შაურაწοφას, ეს არის არაფერს არ აკეთებს საერთოდ. ეს არის ალბათ ზევიდან ბრძანება, რომ პატრულები არ არის საჭირო და არიაროთ. და ნუ რუსებმა რო ეცია რომ ჩვენები არ დადიან ძალიან მარტივად იტაცებენ ადგილობრივებს. იმიტომ რომ იციან რომ იქ ახლოს არ არის პოსტი, ვერ პატრულობს იმ გადაცემულ ხალხს. ისე ადგილობრივი სახელმწიფო არაფერს არ იხდის, იმიტომ რომ ფერს გადაიხდის, იმიტომ რომ ეს პრეცედენტი თუ დაუშვეს სახელმწიფომ გადაუხადა ის ჟარიმა. მაშინ უფრო მეც გაიტაცებენ და უფრო მეც მოწოლიან სახელმწიფოს. ესე ადგილობრივი და ეს ამ ადგილობრივებს ყავთ ნაცნობები იქეთ, ნათესავები, კეიცი, მეზობელი სოფლებია და ერთი ოჯახები კი და ისევ იქით მოიკითხავენ, რომ იქნებ ლექცია ყურადღება, რომ არც ემონ და სულ დღეში არ იყოს იქ ციხეში. ძალიან ცუდი ამბავი ხარ შენას სიძახი. ისეთი თემაა, რომ არ არის რა, აი სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად ან მსგავსი თემებში მესმოდა და მაგდა გადაწყვიტა, რომ რითი ჩემეძლო იმით პატარა დისკომფორტი შემექმნა ოკუპანტებისთვის. ხო, დისკომფორტს აშკარად უქმნი, რომ ვიდეოებში ჩაასრულე ვიყურებენ, იქიდან შეერებიან დიალესებიან და უშედეგო ხარჯავები გასწო. შეიძლება ხე მეგობარი სტრესს არ გამოჩნდი, გელედება მევიდა და რაღაც. ხო, გონია რომ ცუდი ამინდი როცა არის უხარიათ რომ ავაგ დრონს ვერ აწესო, მაგრამ ბოლოს კიდევ კადრი. ჭურა საშინელო მინჩეობებში. ახლა მან აი
მის დამებადა შეკითხვა. უკრაინაში ვიცი რომ აი 12 კალიბრიან თოფებს განსაკუთრებით აქტიურად იყენებენ და რაც ბევრ საშუალებას რა. აქ ეხლა შენ უნდა ფრინველთა ნერვებს უშლი, შენ წინააღმდეგ ეგეთი რაღაც იარაღის სროლა არავინ რომ ზეიზახი. საცინალო მაშხალა მესროლეს ერთხელ ნუ ანტიდრონს ხშირად იყენებენ, იზრდებენ და ცდილობენ ჩამოგდებას, მაგრამ ვერ აგდებს. და ერთხელ ცადებს ვითომ იარაღის დამიზნება, მაგრამ არ უსიათ და ვერც გაარტყავენ, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი სიმაღლე დამიღებ. და პატარა წერტილს გაარტყათან მოძრავს. რა მანძილიდანია, ანუ ძალიან ახლო კადრები ჩანს ხოლმე. სახეების ხასიათს გააჩნია. როგორ ხასიათზე ვარ ისე ვიყიდ ხა? შეგიძლია რაღაც სხვა რაღაცა იყოს, ანუ სახეებსაც კი ვარჩევ. უკვე ცნობ ჩვეულებრივ მაგათ და რა არიცი, ანუ ახლო გიწევს მისვრა თუ აქ ამ დროს იმის საშუალება შორიდანაც მაგალი გარჩევადობის კადრი გადაიღო. დრონი რომელთაც დავფრენა აქვს 28x ზომი. საკმაოდ კარგი ზომი აქვს. და შემიძლია შორიდანაც გადავიღო თავისუფლად, თუ ხასიათზე ვარ და მინდა რომ ცოტა ნერვები მოუშალო უფრო მეტად, ახლოსაც მედივარ და საჭიროება ახლოს მისვლის არ აქვს ეგ შენი გულება. ეს საჭიროება არ მაქვს. აჰა, ანუ ეგ შეუძლია დროს რომ მანძილი და ჩვენ ვხედავთ რომ ის ახლოსში დგას სინამდვილეში საკმაოდ შეიძლება შორს ვიყო, შეიძლება ახლოს ვიყო. არის კადრები, რომელსაც შორიდან ვიღებ. არის კადრები, ატურქები, რომელსაც ახლიდან ვიღებ. ვიდეოსაც ეთქობა ხოლმე რომ ხალხი რომ მიდიხარ, ხედავენ და წეულია. კარგი, კიდე რა მაინტერესებს? მეცი ოლია ბებო. რა. ვიცი რა მოუშვი. მე რო წელი ჩემი ძუძები ჩავშევი. დაახლოებით. მასე მე ის არის შენ წარმოგიდგენე ხალი უწყობს და ძუძები არ აკება და მოკლედ კიდე რა ინტერესებს აი აჟიოტაჟი უკრაინაში ომი რომ დაიწყო საოკუპაციო ბაზებიო დაიცალაო და ტექნიკა გაზდეს და რაღაცა ეხლა რა ხდება და თან ის ნახე შენი ვიდეო ერთი რომ თავად სამოქალაქო ტექნიკის და რაღაცების ანუ ოჯახების ჩამოყვანა და ის ყოველდღე არა მათ ცხოვრობენ რუსი ოფიცრები ოჯახებით ცხოვრობენ და სულთა მონღოლური ტაქტიკა აქვს რომ რამე რომ მოხდეს იბრძოლონ იმ რუსებმა იმიტომ რომ მათ ზოგსკან მათი ოჯახები უბრალოდ მაგ ტაქტიკით არიან რომ ვინც აქ ჩამოდის ოჯახები ცხოვრობენ ბაზებზე რომ თუ რამე მოხდება პოდიში ჟარგონული სიტყვების მაგრამ ფეხებზე არ დაიკიდონ და არ მიატოვონ იმიტომ რომ იქ მათი ოჯახი არ იქნება და ბაზები რამდენად დაკომპლექტებულია აი ჯარი და ტექნიკა რამდენად არის რა უკრაინის ომი დაიწყო შეამცირეს მაგრამ ახლა უკვე ნენევა შეავსეს ვახდა მაგრამ როგორ არის იცი ოკუპაციის ოკუპირებულ ნაწილში არის 72 სული ბაზა აქედან დაახლოებით 80% არის FSB-ს სასაზღვრო ბაზა ასე ქვია და რომელიც საჭიროება რომ სადაც 500-600 კაცი ყავდეთ არ არის დაახლოებით 100-150 კაცი ყავთ რამდენი ბაზაა 72 ეგ აფხაზეთში და საქმეების რეგიონში ერთად კი აუ ჩვენ ვიცით სადაც მოშთი საოკუპაციო ბაზა B4 და ეს დიდი ბაზა რამდენი ბაზაზე გვაქვს ინფორმაცია და მაგდენი თუ იყო ეგეც აუ ინფორმირებული ფაქტიურად და ნუ მაგას ვცდილობ რომ რეალურად რა ხდება და ამდენი ბაზა და რასაკეთებენ ეგ მოვიტანო საზოგადოებაში არის თბილისის გარკვეული დიდი ნაწილი სხვათა შორის პირდაპირ ცხინვალიდან საარტილერიო ცეცხლის ქვეშ ყובה რა ანუ იქიდან გამოსული ჯულები შეუძლია პირდაპირ ცხინვალიდან თბილისს დაარტყა გარკვეული შეიარაღებით და ხალხი აქ ისე ცხოვრობს თითქოს შვეიცარიაში იყოს და არ აღიარებენ თუ არ იმჩნევენ არ ვიცი ვახოცა და რეალურად უნდა ვიცოდეთ და დაგივალოდა საუბრობთ იქიდან ვიღაცა მივიზნებს იარაღს ვარ მოშვერილი გაქვს იარაღი დატენილი ოთხი წლის წინაც დაახლოებით იგივე მდგომარეობაში იყო საერთოდ რა ხდებოდა ოკუპაციის ხაზზე არ ვიცოდი და მეგონა რომ სიმშვიდე იყო მაგრამ როცა ჩემი თვალით ნახე რა პრობლემის მეჩოდგა ვარ და როგორ აქტიურობენ რუსები და დავიწყე მეც აქტიურობა თორე ახლა ქალაქში რომ გავიდეთ და
10 კაცს რა გავაჩერე და ვკითხოთ თუ ვიცის რა ხდება ოკუპაციის ხალხზე 10-დან 9 გიპასუხებს რომ სიმშვიდეა და იქ არაფერი არ ანუ ეხლა რაღაცები მეც ვიცოდი, მაგრამ ასე დეტალებში მოწმოყევი, ანუ მეც საქმე ინფორმაცია 9 კაცი რადგან აგებიზივარ ადამიანი თავი მომაქრობს სამხედრო სფერო მაინტერესებს რაღაცა ის და აი ფაქტობრივად ინფორმაცია უყურში ვიყავი და ეს ალბათ მომიებს სახელმწიფოს დანაშაულიც არის ვაგებინებს. იმიტომ რომ ვიცოდეთ რეალურად რა ხდება ჩვენ თავს რა საფრთხე მომხრება. შესაძლოა დაინტერესდი ამ თამაში. როგორ მოხდი საერთოდ მაგ თბილისელი კაცი რავი. როგორ ჟანგარში წარმოიქმნება დაყოფდა. მოლაშქრე ვარ. მიყვარდა ლაშქრობა, მოგზაურობა და აი მაშინ თქვი რომ მეთქი ადასო დავდივარ ერთხელ ოკუპაციით ოკუპირებულ ნაწილში ვერ გადავდივარ, მაგრამ ახლოს მაინც გავივლი თქო და ეგ იყო ის მომენტი, როცა მოვიწამდა იქაურობით. და ალამაზი ხეობა. კი. სურათი მოხანახი და ძალიან კარგი ხეობა არის და სალადინო ადგილები გველოდება, როდესაც დავიბრუნეთ როგორც აფხაზეთს, ისე სამაჩაბლოს. კიდევ რა მაინტერესებს, მაგრამ ხელი ფორმატიდან გამომდინარე ყველა კითხვას ვერცო. ვინმე თუ გეხმარებათ, აი რამე ვინმე სადმე. როგორ რაღაც არის, ვინც მეხმარება არიან ჩემ მეგობრები. აი ტრანსპორტერების ამბავში თუ არ წალიათ, მე ავტოსტოპით მივდივარ ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს მივყვები. ერთი ოჯერ ტაქტიკალი დამეხმარა, ოღონდ ისე რომ არც მიცნობს. და მადლიერი ვარ მათი. ვიდეოა ტაქტიკას მეც დამეხმარნენ თავის დროზე. ახალი დაწყილი ხონა რამოდენიმე გამომწერი ყავდა სულ და თან როგორ არის ცი რა რაც მათში აბსოლუტურად ყველაფერი ისედაც ტაქტიკალის მეცვა. და არასდროს არ ვსაუბრობ აი ჩანთაც რო გამოვაჩინე. გეოდავდა ჩანთის. ეგ ჩანთა მართლა 3 წელია რაც მაქვს და ვერ გავაკუჭე. მართლა ვერ გავაკუჭე. ცდილობ ჩანთის ისტორია. ხანა ვედურ ადგილებში ვაქცევ რა. მეც აი ჩანთაზე ტაქტიკალურად ჩანთის 150 ლარად დიდები ალუმინიით აი მართლა ვერ გავაკუჭე. ძალიან სანდო ახლა ლაგილეთან იყო ის კომფორტი რაც ოსპრეი და იმედა ძვირიანი ჩანთებია და იგივე ფასიც არა ხარა იმედად საიმედო და განძლე იყო. უი დღემდე მიყვარს ის ჩანთა რა. ხო და აი რეკომენდაცია რაზეც შემიძლია გაუწევარ ის, რასაც მე პირადად ვიყენებ. რაც არ გამომიცდი, ამაზე ვერასდროს ვერ ვილაპარაკებ და ვერცხლს ვერ ვურჩევ. ძალიან მაგარია და იყიდა თქო, მაგრამ ეხლა ეს შარვალი იდეალურია, რავი 1000 ტყეში ვარ ამ ჩავის ნაბოდიალები, ეს ქურთუკებიც ეს ქურთუკებიც მეცვა მარტივია, რამოდენიმე წელია. აცვია მარტო მაგაზე შემიძლია რეკომენდაციას გაცემა. თან როგორ არის იცი სამწუხაროდ საქართველოში არ გვაქვს ბევრი ტაქტიკური მაღაზია. ცოტა არის და ეხლა ბეტონგრაუნდი რო ავიღოთ კიდე სხვა მილიტარისტი არის კიდე საკმაოდ ძვირია. უდაოდ მაღალი ხარისხია, კარგებია, მაგრამ ძვირია. ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის და ტაქტიკას აქვს როგორც იაფი და კარგი, აქვს იაფი და ცუდი, აქვს ძვირი და კარგი. რა იცი, იმ იაფსაც ცუდს რო დავაყენო, სიტყვაზე რაღაცა 50 ლარს რო იყდი რაღაცაში. იმ 50 ლარში ამბიცია არ გაქონდეს რომ ამბიცია არ გაქონდეს, ამ უკეთეს ვერ იყიდი რა. ცუდი კი არა, უბრალოდ 50 ლარს სხვა ხარისხი ფიზიკურად ვერ გაყო. კი, ცოტა შორის მაგაზე მქონდა საუბარი. ცოტა შორის ეს ტაქტიკაში ნაყიდი შარვალია მაისური. ხო, ტაქტიკალის ასე ვთქვათ. მე პატრონესთან მქონდა ეს საუბარი, მეთქი აი რაღაცები ჩინურები რო გაქვს თქო და ძალიან მარტივად და კარგად გამცა პასუხი რა. არ ვიღებ ამას გაყიდვიდან იმის გამო. სხვა ძვირიანები ძალიან მაგარი ხარისხები აქვს რა. და მიაფასიანს იმიტომ რომ გაყიდვიდან რომ არიანო კომპანიები რომლებიც თავიანთ თანამშრომლებისთვის ყიდულობენო და ისინი ძვირს არ გადაიხდიანო რაც მოგავდა აი რაღაცეა კარგად არის ხო და ეხლა მე რაც მაცვია მართლა ვიყენებ ყველაფერს თან არ ვინდობ უბედურ ადგილებში დავტივარ და ცაცად ჯერ ყოფილი არაფერთ არ ყოფილი ეგ ძალიან კარგია. მოუწონს რომ მიხარებია მაინც რაღაც ტურისტს მაინც აქედან მეკითხვა ტაქტიკას.
ახლა კაი საქმისაკენ კიდე მეტი შეგიძლიათ. ეხლა თქვენი შესაძლებლობების შესახებ რამე შეგიძლიათ. და სხვებსაც რა მართლა საფუძვლო საქმე კი არ არის გასკართხობა ყველაფერი და პატარა ვიდეოთიც კარგად გამოჩნდა რამდენიმე არ ვიცოდით და შეგვიძლია ვიცოდით. ახლა რეზერვისაც ტერიტორიული რეზერვი იქნებათ ძალიან კარგია, კი. დიდი ხანია 1-4 წელი არ დაიწყეს. მინდოდა მაგრამ ჯერ კიდე ჩარებში ვიყავი, როცა მაგალითად საუბარი დაიწყო და კონცეფცია კაი აქვს თუ არა, როგორ შევიდანარად ხდება იმან თუ არის დრონების სწავლა და ეს ხალხი ახლა ორ კვირაში მეუბნათ რაღაცა გაზრდი ადამიანს ამის გარანტიას მივიძლევი რა და აი დრონებს თუ ასწავლია და ამას არამე ინფორმაცია არის, ანუ მსგავსი რამ არ გამიგია. მეგობრები კი არიან ტერიტორიულ რეზერვში, მაგრამ არასდროს არ ვთქვათ, რომ აი დრონები ვისწავლოთ. არასწავლიან. ვიცი რომ არასწავლიან. სამწუხაროდ. მაგრამ ნუ რაც ვიცი, ისიც არის რომ თვითონ ინსტრუქტორები აყავთ. რა წყალში გადავალეთ. ამის კაცი იცის დრონი და არ უნდა ინსტრუქტორები ყავთ. ანუ არის ქვეყანაში პოტენციალი და როგორც ცოდნა ისე გამოცდილება აქვს, მაგრამ უბრალოდ კეთილი ნება არ არის. ანუ ყველაფერი ნებაზე არის, რა იქ პროცესის ხაზის კონტროლიც სახელმწიფოს ნებაზეა რა. ბატონო. ჯერ არ ჩანს. ანუ ძალიან ცუდი ამბავია ეგ. ეს აგროსფეროშიც ელემენტი დრონებს. საკმაოდ აქტიურად არის მსოფლიოში აგროდრონები და ესე ვთქვათ, ბევრად გაამარტივა საკმაოდ გაამარტივა ჩვენთან მაგას. ჩვენთან არ გამიგია, მაგრამ ვიცი რომ DJI-საც ყავს, Copter Tech-ს ყავს აქვს ჩამოტანილი აგროდრონები. ასაკეთებს ეგ აგროდრონი არის შედარებით დიდი მოცულობის დრონი. 4-ის ნაცვლად 8 ძრავი აქვს. იმისთვის რომ მარტივად გაუმკლავდეს სირთულეებს და დაახლოებით 30-დან 50 ლიტრამდე შეუძლია გადატანა. ნახის წამლაში. კი. იდეალური რაღაცა არის და ძალიან კარგი იქნება რომ ეს მიმართულებას რომ განვითარდეს და იქ ღირს ელემენტარული რო ასწავლონ ასეთი დრონების მართვა, თან DJI არის უმარტივეს. ერთ DJI-ს თუ ფლობ, ან პირობითად მინიმუმი ისწავლე, რომელიც საკმაოდ ბიუჯეტური არის, ერთსა 700 ლარად მეორაც ნახავ. მასია. მაგის მართვა თუ ისწავლე, ჩათვალე რომ DJI-ს თითქმის ყველა დრონს მართვა. მე მიფრენია მაგის და საკმაოდ ისწია. მარტივია. ანუ აი პირველი 20-ზე გავფრინდი. FPV-ზე რო ვამბობ მე რომ პირობითად ერთი თვე გჭირდება რომ მაგარი პილოტი იყო FPV-ს, DJI-ზე 2-3 დღეში ძალიან მარტივად ისწავლე ამბობს. უმარტივესი არის თან იმ საქმეს, რასაც აგროდრონი აკეთებს, მაგ საქმისთვის არხის ძვირი ექს დრონები. დაახლოებით 20-დან 30,000 ლარად არის, მაგრამ ეს არ არის ერთჯერადი. ეს დრონი არ თხოვს არც საწვავს, არ თხოვს საჭმელს, არც არ თხოვს. ელემენტები უნდა დატანო. და მაგის ჩამოვარდა გაფუჭება საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ DJI-ს ტექნოლოგიები საკმაოდ მაღალ დონეზეა და იმდენად კარგი GPS-ი აქვს, იმდენად კარგი სტაბილურობა და მართვა აქვს, რომ მსგავსი შემთხვევები იშვიათია, რომ თავისი დრონი დაზიანდეს. სტატთა შორის სტატუსო. ესე კითხვაც დაგისვა. სტატობა და ბევრი მიკლია. მე სწავლობ კიდე სწავლის პროცესში. ჩემს თავზე დავფრინავდი. ხო. ჩვენდა საკმაოდ მოშორებულია სოფო. ის კაციც ვისიც ეს ტერიტორია ჩვენ არის და დაწუნებული ვარ და ინტერესებს შემიძლია მიბრძანეთ ნახოთ. მაგრამ რა მაინტერესებს რითი დაფრინავ მაქს შორეზე. FPV დრონი არის ხელთაწყობილი, რომელიც დაახლოებით 115 კილომეტრს დაფრინავს ერთი გზა. და ხარში არის 2 საათს ნახევარი. ძალიან სამ შენ თვითონ იყიდე ნაწილები. ხო, ნაწილები და წყობა არის მერე რა. ხაცუსოს ყველაფერი ლეგალურად იყიდე რომ მაღაზიაში. ანუ როგორც მე თემიდან ვიწერ ხოლმე რა. სახელმწიფოს ნაწილები ჩადის. ბატონო და აფრინავს მაგხელა შესაძლებელია კან სიტყვები მე თუ მომინდება შეიძლება დავჯდე, გამოვიწერო და ავაწყო ეს თუ შეცვალოთ რა თქმა უნდა.
რა მაგარი დაახლოებით რა ჩდება აი ეს გავს შესაძლებლობის დრონი როგორ არის ეხლა მოდი ესე დაგისვიფხოთ აი რეალურად რომ გამოვიყენო ესე აი რამოდენიმე 10 კილომეტრზე ვიფრინო გადავიღო კარგად ეს ზუმი რაღაც აი FPV-ზე როგორ აწიდან მაგალამდე რა ხელა ბიუჯეტში დავდები დაახლოებით FPV-ზე არის კარგი რა ერთჯერადად ყიდო პულსს და სათვალეს შეიძლება სათვალი არ იყიდო და მონიტორი იყიდო ანუ ეკრანი რაც სათვალე ჩავთვალოთ დაახლოებით $60-დან $150-მდე კარგი სათვალე რა თქვა და იყიდო მონიტორი დაახლოებით ეგეც $50-დან $100-მდე ღირს რაც მუდმივად გექნება ეგ ხარჯში არ გადის ხო სულ რამდენიმე დრონის მიღწევა კი რამდენიმე დრონსაც მართავ მაგალითად და თვითონ დრონი როცა კი აწყო ისეთი რომ ასე შორს გადიოდეს დაახლოებით $500-დან $600-მდე დაგეჭდება ანუ $100 ფარგლებში კი მუშა აპარატის აწყობა შესაძლებელია და დაწუნებულია შენ ცოტა უფრო იაფათაც შეძლებ იმიტომ რომ ეს დრო და გამოცდილება რაც ხარ ნუ უფრო იაფად ხარისხი გამოცდილება რაც ხარ კარგი ხმარება მარტივად შეარჩიო რაღაცა იაფად ხო ანუ შერჩევა კი მაგრამ ეს თქვენი ცოდნა აი რაც დრონებზე ჩამოთვალე საიდან სამისწავლე ამდენი გავიწყე DJI-ით მარტივი დრონი და მაგით დავფრინავდი მაგრამ მე უკვე მოთხოვნილება რომ გამიშთა რომ უფრო შორს ასულიყო იმიტომ რომ DJI-ს მეტი არ შეუძლია მისი მაქსიმალური მანძილი არის 10 კილომეტრი რაც მაქვს ახლა მოვიქცავი და უფრო სიგნალებში კვანტებს ბაზების და სხვადასხვა ობიექტებს მე უკვე დავიწყე FPV-ს სწავლა FPV-ს სწავლას რაც შეეხება ვისაც სურვილი აქვს ისწავლოს მათ ალბათ გამოაგებათ ეს რჩევა თუ გაითვალისწინებენ კარგი იქნება თუ არ გაითვალისწინებენ უბრალოდ ძვირი დაუშვებათ ხარჯის კუთხით არ არის საჭირო თავიდანვე იყიდო დრონი დრონთან დაიწყო FPV-ს სწავლა პირველი დაიწყო პულტი ხოლო პულტი დაგჭირდება და ჭირდება კარგი კომპიუტერი რომელიც სხვადასხვა სიმულატორებს მარტივად ესე ვთქვათ გახსნის ეხლა მე ვიყიდო დრონი FPV კონკრეტულად 99% კი არა და 101%-ით დაამტვევ იმიტომ რომ სულ სხვა მართავს ვიდრე DJI-ს DJI ახსენე კიდევ რომ გიმართავს მისი მართვა ვიცი ახლა ახლა რომ გავუშვებ DJI-ს პულს და DJI-ს ჩამა ხარში ერთხელ იმაინე FPV მაგას აშვებ ეს ანუ DJI-ს რო ხელს უშვებდი და ესე ადგილას იდგა DJI მაგას ვიმისახ FPV დაკარგავს მართვას და ან ჩამოვარდება ან სხვაგან გაფრინდება ამიტომ სპეციფიური მართვა აქვს DJI-ს ღილაკების ტიკები მოგავს სტაბილურად ცენტრში მათ ყველა ცენტრში არ გაქვს ცენტრში გაქვს ყველა მარცხენა სტიკი არის გაზი მომატება სიჩქარის მომატება ხელს გაუშვებ თუ არა შეიძლება ის საჭირო სიჩქარე არ იყოს და ჩამოვარდეს ან შეიძლება ზედმეტი იყოს და სხვაგან გაფრინდეს საკმაოდ რთული არის FPV-ს მართვა. ამიტომ ყველაზე კარგი არის იყიდო პულტი, სათვალეც არ ჭირდება. პულტი იყიდე სიმულატორი, Steam-ზე საკმაოდ იაფიღებს ეგ სიმულატორები $10-დან იწყება. პროგრამაა თუ კი, პროგრამა თამაში არის. მithumetas ვიდეო თამაშები ვისაც უყავს, თან გაერთობა და თან ისწავლო. ხან ვიდეო თამაშები და კი, ძალიან ვიდეო თამაშები. ეთქვა კიდევაც პერსონაჟით. და ისწავლის სიوارჯიშევ სხვადასხვა ნათქვამიას რომ თუ გინდა კარგი FPV-ს პილოტი იყო სიმულატორში 40 საათი უნდა ქონდეს ნახევარი. და მე უნდა გადახვიდე იდეაში FPV-ს. და მანდაც რომ გადახვალ დაწუნებული იყავით რომ დაამტოვოთ და ჩამოგივარდნით. მაგრამ იდეა ანუ როგორ არის იცი? ვისაც დრონთან შეხება არ ქონდა პირდაპირ FPV-ს დრონი იყიდოს შეაზიზღებს თავს ცხოვრებაში დროს არ გაიკარგა. მოგონები ყველა ვარიანტში დავამტვროთ ამ FPV-ს. რამე იაფიანი ალტერნატივა აქვს, იაფიანი ვიყიდო და დავამტვრიო. ნახე როგორ არის, წე ყიდულობ ჯერ პულს
სიმულატორს ვარჯიშობ და მე არის ვუპები ქვია, სადაც 3 ინჩიანი, 2 ინჩიანი პატარა დრონები არის, რომელსაც არც წონა არ აქვს არაფერი. და რო დააგდებ, ანუ რა ძალითაც არ შეახეთქო კედელს ზერს და არ იმტყვა. ეგ არის სულთად წმინდა სისხლის სასწავლო დრონები. მაგით ვივარჯიშებ თან ძვირი ადგილს $100 აქვს, სად ეხლა $100 საუბრობ და სად $100. მაგით ისწავლი და მე ნენელა გაზრდი დრონის ზონებს. Ისეთი რაღაც თუ შეიძლება ერთმა დრონმა აიყიდოს და მეორე დრონი წაიღოს სადმე. კი, შესაძლებელია ჩვეულებრივ. შეგვიძლია. ანუ ერთ დრონს სიტყვაზე სადაც შორს მივქნო, ერთ დრონს მივატაინოს დრონი ფამდე არ დაჯდეს ელემენტი და რაღაცა. დაუზოგო ამის რესურსს და მე იქიდან უნდა გავაგზავნოთ თქვენ და ეს მოვე წამოვიდეს უკან. შეგვიძლია ეგეთი რაღაცა. არის თუ გახსოვს თქვი რომ ყველაფერი არის ადამიანის ფანტაზია, ადამიანის გაწოდება, ყველაფერს გაკეთება შეიძლება დრონით. შესაბამისად, ეგეთ შეგვიძლია გააკეთო, არ არის პრობლემა. ძალიან საინტერესო. მოწინააღმდეგის დრონების ჩამოგდების ვარიანტები ანუ აი ეს რაღაცნაირი ვარიანტი არსებობს დრონის ჩამოგდების. ზოგი ამარჩევს, ზოგი არა. მე მათქონთან საქმე იწევდება. ყველაზე იაფი აი რაც დაფრინავს მარტივ დრონი დაგეს. თუ აფრინდეს და ეკიდოს. რავი, ჩვენური დრონები არის 150 დაეკიდოს ეგენი საკმაოდ არასტაბილური და არასაიმედო დრონებია და არა, აი ძალიან არასტაბილური. უბრალოდ თუ აფრინდეს, აი პატარა 30-40 საათის ნახეთ თიმულზე. რაც შეიძლება მაგით ეგ დრონები გამოვწეროთ ჩვენ ჩამოგდებაში, ნუ აი გავტესტოთ არ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოვწერა უკრაინამ, აი მე უყურებ და ძალიან მაინტერესებს არ არის. პაპის 12 კალიბრიანი თოფებიც კი მიიღეს შეიძლება დრონებთან საბრძოლოდ. აი მე თავაზობ რამოდენიმე ვიყიდოთ და რეალურად გავტესტოთ აი როგორ შეიძლება მაგის ჩამოგდება და მართლა რა ეფექტი აქვს თუ არა. რა შეიძლება ეგეც ხარჯთან არ დაკავშირებული. ანუ მაგ ხარჯებს ვეცდები რომ გავწიო ახლა შემოვალში. ვიყიდო რამოდენიმე სულ 2 წელი მეყოფა. და შევურჩიოთ ანუ თავიდან დავიწყოთ რაც ტესტი, მოვიტყოთ ფორმატი როგორ გავაკეთოთ. სხვადასხვა ვაზნებით, ანუ რომელი ვაზნა ყველაზე შორს და რა რეალური შეგვიძლიანი პომპა. გზელი პომპა რაც ნახეთ, უკრაინაში როგორ სიტუაცია რა. როდესაც დრონი დაფრინავს, თუ ჰაერში არის და სადღაცას მიდის, მაგას არ ესხმის. რატო არ ესხმიან, მაგას თავისი მიზეზი აქვს. ეს არის შეიძლება იყოს სატყუარა, შენ ესროლა და შენი პოზიცია გასცე, ანუ სხვა წერტილიდან გიყურებდეს დრონი და აღმოგაჩინოს. ან შეიძლება იყოს შენივე მეგობრის დრონი, სადაზვერო და შეიძლება შენ მეგობარს ჩამოვიდო დრონი. აქედან გამომდინარე, დრონი თუ სადღაც სხვაგან მიდის, მაგას არ ესხმიან. თან როესოლა საკმაოდ რთულია, დაახლოებით 150 მეტრის მანძილზე, ამხელა პატარა რაღაცა მიფრინებს თან ესე. რთულია რომ ტრაექტორია გამოთვალო და წინ დააყვებროს საფანტისი არაღებსაც მაგხელა ძალიან სრულა ძალიან რთულია შეუძლებელია ხალხსა საფანტისი არავით. ყველაზე ეფექტური არის ახლა რა? საფანტი. კამიკაძე დრონი მოდის შენთან პირდაპირ, ხო? პირდაპირ. ახლა პირდაპირ მოდის, ესე იგი ერთი წერტილი არის, რომელიც არ იცვლება, ხო? ანუ გვერდზე ნელ-ნელა გიახლოვდება სამიზნე. აქედან გამომდინარე, საფანტი არის ყველაზე ეფექტური კამიკაძე დრონების წინააღმდეგ და რომ მოდის პირდაპირ წინ დაახვედრე და ჩამოვა. რა დაზიანება ჭირდება, რაც ელემენტარული დაზიანება. ელემენტარული დაზიანება შეიძლება რა არის? ნახე, ყველაზე ლოგიკური სასრული მანძილი. ხან შეთაშორეს უკრაინაში იყენებენ რუსებიც, აი რომ ამბობ ჭყვაი ისწავლეს ზუსტად იგივე, საფანტებზე არის კევლარის ძაფი. კი ბატონო. და ეს საფანტი თუ ცდება თვითონ ყია იმ ბადეში იხმარება დრონი. ამერიკაშიც აპრობირებულებია ორი ბურთულის ერთმანეთს და რამდენიმე ერთმანეთს გადაბმა. დიდი ხანია რაც ხდება და რა მაინტერესებს ცი. ახე დრონი მოფრინავს შევსკენ. რა დაზიანება უნდა მივაყენო დრონს რომ ჩამოვალდეს და მეორე ვარიანტია კიდე რა იცი რომ ანუ საფანტისი არ არის სასრული მანძილი რეალურად საკმაოდ შეზღუდულია. ყველაზე გრძელულიანი კი გრძელულიანიც კი იდეალური სასრული მანძილი აი მაგალითად
გაიცნად ფილმზე გადაფრენზანი 50 მეტრის გარგლებში მერყეობს. აი მაგ მანძილზე გადმელი პირდაპირ ხო არ დაეცნობს რაც სიჩქარით მოფილებს კიდე ინეცი ჩვენსკენ გააგრძელოს თქვენად აი რამდენად ის არის რა ეფექტურია რომ მაგალითად ჩამოვარდეს როცა გააძლიერო და ღმერთის იმედად როსადმე აქცდეს მე ჯარში მასწავლის რომ მოვიდი რომ სანამ ომში როცას დაიწყებ ჯერ პეპეგეშვიდი სადიო მე იმეციკლება გიგაროს ექტრებლებაო და ახლა პატარა დროზე ვიღაცა რომ პეპეგემეცო სან ეს რა ქვია ეს სამასი მიიღირს იმიტომ რომ იმ ხელა ზარალს ვაყენებ ფინანსურს და ეს $300 რატომი არაფერი ძალიან საინტერესო კიდე რამის გამატება მოყოლა ხო ის კიდე თუ რამე კითხვა გაქვს მე დიდი გამოთქვენ ბატონო მე მინდა აქ რომ დათვალიერებ იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო და ლამაზი რაღაცა არის და მაგის დრო არ მომეც რა საქმე საკათაშორის მინდა აღნიშნო ის რომ ტყეში ქათავზე რომ ეპატიჟები შეგიწოვო მაგას აქ მოსვლა ჩავდა ბევრად ქათავზეც კარგად დაყუნები და ეს მუზეუმი ყოველ დღეა უშავათის გარეთ დილა საღამოები შეგიძლიათ მოგზავნეთ და თვალიეროთ რა როცა ჩემი საჭიროებია ასე ვთქვათ სამშობლო სამსახური მე ხო არაფერი კიდე რა ვიცი მეორე კითხვა ალბათ თუ მოეწონებათ ჩვენ მაყურებელს ვიდეო ესასაც შემსასაც თქვენ მიხსაც დავდეთ რა თქმა უნდა მალე გელოდებით იმედია YouTube-ზე გადავგზავნებით ხო არა მინდა თან ინფორმაციით ექნება რა კითხვები მაყურებელს შეგვიძლია დაწერონ ამოვარჩიოთ რამოდენიმე საინტერესო კითხვა რაც ისტილის პასუხისგაცემი საინტერესო კითხვების მეტი გამაწუხებს მაგრამ პასუხებს არ გამცემ ვიცი და მაგით საკადაგვარზა ასაკს და პირანაბას ხალხა ის ახალგაზრდა დაუოჯახებელი რა ვიცი ჩემგონებაში ადიობა თუ იმას უგებია შემიძლია მოსწეროთ აი იმაზე დიდი ხიჯი არ დადება შეგუშკოშ რაც ვიღები იმიტომ უკეთია ვიღები რომ ხიჯია რა უბრალოდ სახეს მალავს ისე სახის დამალვა მაშლა აი ნახე მაგაზე სულ ესე ვთვლი ხანების გეშინია ხანების არა რეალურად სახელმწიფო საფრთხების სამსახურს ან ზოგადად სახელმწიფოს რომ დაჭირდეს ჩემი ვინაობის გაგება გაიგებენ ისედაც ანუ მაგაზე რომელი კითხავენ და უტყვი კი ხო ამ მაგას მარტივად გაიგებენ ერთადერთი მიზეზი რატომაც მე სახეს მავალ ეგ არის რომ სოფლებში ხშირად შევდივარ ფეხით გადავადგილდები და არ მინდა რომ იქ ადგილობრივმა მიცნოს მე დარეკოს ასე ვთქვათ პოლიციაში და თქვას რომ აი ეს აქ დადის და იღებს და მე ვერ გადავიხო ანუ ხალხის რეაქციაც რომ მაგაზე ვშველია რომ აგიზიანებ რაღაცა და კიდე რამადეს მის მოხსრას მოდის აპრი არ ვფიქრობ მაგის ექსკლუზივს ვოცებ თუ იფიქრეთ ჩემთან მოიხსნათ ამით ამ თუ მოიხსნათ თუ ჩემთან მოიხსნათ აი დემონსტრაციულად ხო ეს არა არ ვფიქრობ იმიტომ რომ აი არ არის საჭირო და ეხლა როცა დავიბრუნებთ დაბრუნებით აფხაზეთში და სამაჩაბლოში ცნობის რეგიონში მე მოიხსნათ ნიღაბი ამ ნიღაბს ჩავუკიდებ თაროზე უსვანზე და ეგ არის რა ნიღაბს თუ იხსნით ერთად მოიხსნათ კი ბატონო ფოტოშორის სასმას მაგიტუაროსო რომ პირობა მაქვს დადებული რომ მხოლოდ მაშინ მხოლოდ სოხუმში დავთვრებით ხო და მანამდე სულ სასმას თქვენ კიდე კაი ხანს მოგიწევთ სასმოცია ასე თუ გაგრძელდა ქვეყანაში სიტუაცია და ხიზელი თქვენ გამცხოვრებაში შემოვყერმა უყურა შემოვიყურა ეგ იმედი რომ გქონდეს და ეგ мотиваცია მაშინ არც ამას გავაკეთებდი არა мотиваცია და იმედი კი მაქვს მეც და ძალიან მინდა აფხაზეთში დაბრუნება ხოლმე მაგრამ რეალობა ცოტა სხვა რამეს გვანიშნებს და პლუს კიდე ის არის რა ქვია მეთა ერთად სახში ძალიან ბევრი საინტერესო ალკოჰოლური წასწრება ვერ მომთაფვა მაგაზე შეგიძლიათ ისე ვქათმით რომ შეგიძლია რა ხან კურდღელი რა კურდღელს მე კურდღელს ავჭამ კურდღელს კი ვეკავდი კურდღელს ავჭამ კურდღელს ავჭამ შენ არ გაწყენია თორე ქათამის დიდად არ მიყვარს დაბარალი დასაჭმელი უყურს კურსს აიც
შემწვარი კარტოფილი, ახალი კარტოფილი კამაში და ტყემალში. იყოს. სახლის ტყევა, გაწყობს, ჭარბი. ისურვო ეს მეჭირს. რა ხაშავად. ამ დღეებში მეწვიეთ და კაი ახალი კარტოფილი, კაი სახლის ტყემალი. მაგრამ წამოსასრულად თუ კი არ მეტყს. წამოსასრულადაც რავი არ არის მოპირა. და ვისაც სრულად მიყვართ, მათ აი ქართული ერების მუზეუმში შეგიძლიათ გზადეთ და ის ფოტოებს გადაიღოთ, ხელით შეეხოთ. ჩომ არის ერთმანეთს არ მოუქნიოთ, აქ რასაც ნახავთ. ნახოთ. შენელად შენელად არის. არკირანე ჯენაბად ეს ალექსას გაკეთებულია, ხო? იცანი რა, უცნო მაგაცის ხელს უცნო. როგორც ჩვენ ახლა წავალთ, მუზეუმს ავთვალიერებ. თუ ისხები გეხევათ, მან დაწერთ და გავიგარეთ კიდე ხო მაჭვის შევაწუხებთ და მოგზანდება თავის ნიღბიანი სახით და ამის საინტერესოს მოტყვის. დიდი მადლობა, რომ ექსკლუზივურად ვიცი რომ აქაც გთხოვდნენ. ჩემთან მოხვედი პირველად. იმედია შემდეგი ვიდეოს ჩაწერა სოხუმშიც ხილვაში მოგიწევს დემონსტრაციას მიღების ახს და იქნებას მოვეც. აი სოხუმში ჩავწეროთ ვიდეო დაუბრუნდებით. დავით ხო დავითო იქაც შენ სახლა რომ ვიდეო ჩავწეროთ. აი დავაარგოთ რომ ბატონსაც ჩავართ, ჯერ ვიდეოს ჩავწერთ, გადავიდეთ მის სახში, დაუბრუნდებით, მიღავს მოხსნით და კაკრას კაის უფრო ისევ ჩავ. შენიერი. დარაბოდი. თამარ მაგას. აბა, კარგად ხარ, სერვერში ხვედრამდე.